მოსკოვს თხოვენ მეტი არაფერს ჯერ. რო შეხედონ რა დგომარეობა. რამდენი ოჯახი ხართ აქ? 10 ოჯახი. 10 ოჯახი. ის შენობა გარემონტეს დევნებისთვის ცალიანი. ია. აი ეს ნაცისფერი შენობა. და ცალიანია რას აქეთ. აი ნაცის რა ხალხი კარები. ცემენტი რა. საერთო პრობლემა არის. აგერ არ არის ფაქტი რა თქმა უნდა კომენტარი და აი ეს და რამდენი წელია ეს პირობა? 5 წელია აქ. აი რა ვიცი თქვენ გაიხარეთ. გაზი არის ითითვები. აი მამა გასყიდულობდა ისე ისე. დენი არის? დენი კი არის. გორდია გადრებოდი. თქვენ კარგად გაგახაროთ ღმერთმა. რუსია თან ამ დროს ესენის გაიქცენ და როგორც იქნა სოветის გზით გასულა. თქვენ მარტო ხარაზე. მე მომიხსდეს ის ყველაფერი რახან აქ ის არის შემოვიდა შემოძე და მომცეს 30 ლარი გავად მე არაფერი არ იცოდი ამისი და იმიტომ მე ჯერ ადამ წავს და მე გავასაღე ჩემი თავითონ ბერძული ხო აფხაზები ეს მოვედით სპეციალურად რომ მოგვენახულებინა ქალბატონი თამარ გუჯეჯიანი რომელიც არის დევნილი არის მარტოხელად ცხოვრობს ძალიან მძიმე პირობებში არ არის ქალბატონი თამარი რა თქმა უნდა გამონაკლისი მდგომარეობებში რომელშიც იმყოფება დღეს ყველაზე დაჩაგრული საზოგადოება ჩვენი იძულებით გადაადგილებულ ადამიანის გულისხმობა რომ მაინც განსაკუთრებულად მარტოხელა არის ადამიანი არავინ დახმარე არ აკავს და სწორედ ჩვენი მიზანი გამარჯვებისთანავე იქნება ის რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება ყველაზე დაჩაგრულ ადამიანებს სოციალურად დაუცველ ადამიანებზე იქნება თავარი აქცენტები გაკეთებული მათ რეალურად შეექმნათ ის პირობები რომელიც მათ ჭირდებათ და ამავდროულად თავარი პერსპექტივა რომელიც ჩდება გამარჯვებისთანავე ეს არის ტერიტორიული მთლიანად აღდგენისკენ გადასადგმელი ნაბიჯები რომელიც იქნება ყველაზე პრინციპული და ყველა ხანდაზმული ადამიანი დაწყებული ძირითადად ბავშვით დამთავრებული რომელიც დღეს იძულებით გადაადგილებულები არის უჩნდებათ პერსპექტივა იმისა რომ სახლებში დაბრუნდნენ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.